მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია რაგბის მსოფლიო თასის წლის შემაჯამებელი გადაცემა. დასრულდა ეს მართლაც ბრწყინვალე მერვე რაგბის მსოფლიო თასი, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა რა თქმა უნდა ჩვენს მეხსიერებაში. მსოფლიო ჩემპიონატმა მართლა ძალიან კარგად ჩაიარა პირადად ჩვენთვის ქართველი გულშემატკივრისთვის, ისევე ნეიტრალური გულშემატკივრისთვის. ვინაიდან ეს იყო ყველაზე წარმატებული, ყველაზე უფრო სანახაობრივი მსოფლიო თასი. წლის შემაჯამებელი გადაცემა ჩვენ ორ ნაწილად გავყავით. პირველ ნაწილს ჩვენ დავუთმოთ რა თქმა უნდა ჩვენ გმირებს, ჩვენს ბორჯღალოსნებს, მათ მიერ დაფიქსირებულ შედეგებს, როგორც სტატისტიკურად, ასევე მოედანზე, ხოლო მეორე ნაწილში კი უკვე მთლიანად მსოფლიო ჩემპიონატის დარჩენილი ჯგუფების და უკვე პლეი-ოფის სტადიის მიმოხილვა იქნება. დაწყებული გახსნის ცერემონიით, დამთავრებული ფინალური სტადიით და დაჯილდოების ცერემონიით რა თქმა უნდა. ჩვენ არ ვღალატებთ ჩვენს ტრადიციებს და ვიწვევთ საინტერესო სტუმრებს და ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი იქნება საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი ბატონი გია ნიჟარაძე. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გია მობრძანებისთვის და გილოცავთ იმ შედეგს და იმ შრომის დაფასებას, რაც თქვენ და თქვენმა გუნდმა გაწიეთ მთლიანად ამ 4 წლიანი ციკლის განმავლობაში. დიდი მადლობა. მეც მინდა მადლობით დავიწყო და თქვენს ტელევიზიას უზარმაზარი მადლობა გადაუხადო იმ არაჩვეულებრივი გაშუქებისთვის ამ მსოფლიო ჩემპიონატის, ისევე როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის გუნდს, ახალს, რამაც უდაოდ ძალიან შეუწყო ხელი რაგბის პოპულარობის გაზრდას ჩვენს ქვეყანაში, ასე რომ დიდი მადლობა თქვენ. ძალიან დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის, ეს ჩვენს мотиваციას კიდევ უფრო ზრდის და შევეცდებით რომ ყველანაირად რომ უფრო დიდი დოზით გავავშუქოთ ეს მართლა ჩვენი თამაში რაგბი. როგორ შეაფასებდით მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების ასპარეზობას? ერთ შეხედვით ძალიან დადებითი იყო, რაც იყო დასახული, ალბათ მაქსიმუმი შეასრულა რა საქართველოს ნაკრებმა. გეთანხმებით რა, ძალიან მარტივი პასუხია რომ ყველა დასახული ამოცანა შესრულებულია, მიზნები მიღწეულია, ასე რომ ცალსახად დადებითად შევაფასებთ. 4 მატჩი გავმართეთ და ჩვენ საშუალება გვაქვს რომ ნახოთ 4 მატჩის ჰაილაითები. დავიწყეთ ჩვენ ვოიაჟი ტონგასთან დაპირისპირებით. ტონგასთან დაპირისპირება ალბათ ჩვენი უმთავრესი მეტოქე სწორედ ტონგას ნაკრები იყო. თან გასათვალისწინებელი იყო ის ფაქტიც რომ ტონგას წინა მსოფლიო თასზე გახსნით შეხვედრა წაგებული ჰქონდა, ასე რომ ტონგელები ვერ იწყებდნენ კარგად და თუ საქართველოს ნაკრები ამ შეხვედრას მოიგებდა ძალიან დიდ დაბიჯს გადადგავდა. მართლაც გლოსტერის სტადიონზე როგორი გარემო იყო მთლიანად, ვიცით რომ ასე გადმოცემით ჩვენი სტუმრებისგან ვინც იქ იმყოფებოდნენ რომ მოსახლეობის უმეტესობა უფრო ტონგის მხარეს იყო, თუმცა არაერთი გულშემატკივარი იყო ქართველი ჩასული, თუნდაც იმიტომ იყვნენ ტონგელთა მხარეს, ვინაიდან 4 მორაგბე თამაშობდა გლოსტერის გუნდში. პრინციპში თქვენ ყველაფერი თქვით, ზუსტად ასახეთ რეალობა. პირველ რიგში დავიწყეთ იმით, რომ გლოსტერი არის სარაგბო ქალაქი და გამოირჩევა არაჩვეულებრივი სარაგბო ატმოსფერით. ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და ესეთი აქტიური გულშემატკივრები ყავს გლოსტერს ინგლისის ჩემპიონატში ზოგადად. ატმოსფერო იყო სარაგბო არაჩვეულებრივი, ეს იყო ზეიმი, რომლის რა ვიცი, ესე გადმოცემა ძალიან გამიჭირდება. დიახ, უმეტესობა ალბათ მაინც იყო ტონგელების მხარეს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათ გუნდში თამაშობენ ტონგელები და ეს მათი მოთამაშეები არიან, ადგილობრივი გულშემატკივრებს უყვართ და პატივისცემენ, თუმცა გავანებოთ ქართულ გულშემატკივრებს თავი, ამაზე ნამდვილად ცალკე მინდა რომ ვისაუბრო. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ინგლისელი არა მარტო გლოსტერში, არამედ ამ თამაშზე ჩასული გადიოდა საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით და გულშემატკივრობდა საქართველოს ნაკრებს. მათ შორის სვანური ქუდები და ამა თუ იმ რაღაც ატრიბუტიკით, რომელიც აჩვენებდა იმას, რომ ეს საქართველოს გულშემატკივარია, ასეთ ხალხს ძალიან მრავლად ნახავდით თამაშის წინ. ეს ძალიან გასახარი არის, ეს ტრადიცია წამოვიდა უკვე 2007 წლიდან, როდესაც ითხოვდნენ სოციალურ ქსელებში ირლანდიასთან ჩატარებული მატჩის შემდეგ ითხოვდნენ თვითონ ირლანდიელი გულშემატკივრები ითხოვდნენ საქართველოს ნაკრების კვარტს. თუ სად შეიძლება რომ ეტარებინათ პატივისცემით, ეს ჩვენთვისაც ძალიან დიდი კომპლიმენტი იყო. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, როგორ თვლით, რაში დაუშვა ტონგამ პირველ რიგში შეცდომა და ჩვენი თავდადება გასაგები არის, ფავორიტად მოისაზრებოდა ტონგა, თუნდაც იმიტომ რომ საქართველოსთან თბილისში ქონდა მოგებული დაახლოებით 1 წლის წინ. თუმცა ჩვენ ალბათ მოლოდინს გადავაჭარბეთ და ასე ვთქვათ, ჩვენი მაქსიმუმი დავდეთ და მოვიგეთ. გეთანხმებით. რა იყო თქვენი გამარჯვების რეცეპტი? აბსოლუტურად. დავიწყოთ იქიდან, რომ გეთანხმებით, ტონგა აპრილში თავიდან ითვლებოდა ფავორიტად, იმიტომ რომ
რეიტინგებიდანაც გამომდინარე, მათი ისტორიიდან, იქიდან გამომდინარე თუ სათამაშობენ მათი მოთამაშეები და პრაქტიკულად დიდი ნაწილი ზელანდიელები არიან ფაქტიურად. ანუ რაფსი ქეზიარები თამაშობდნენ და ასე შემდეგ. ის რომ მოგვიგეს თბილისში, მაგრამ ზუსტად თამაში არის ჩვენი ნაკრების წარმატება და სამსაჯო უკაცრავად სამწნევო შტაბის ეს ყველაფერი იყო ზუსტად დათვლილი. ზუსტად დათვლილი და ამ თამაშისთვის წელიწად ნახევარი ემზადებოდა ჩვენი ნაკრები, მის ხელმძღვანელობა, რაგბის კავშირი, მთელი ჩვენი სამყარო. ტონგელების შეცდომა ალბათ იყო პირველ რიგში დაუფასებლობა მეტოქის, იმიტომ რომ მათ ეტყობა ქვეცნობიერში მაინც ჰქონდათ ის მოგება თბილისში, იმიტომ რომ დიდი ნაწილი ბიჭების, ვინ ჩვენ წინააღმდეგ ითამაშა თბილისში, ითამაშა ეს თამაში. და ნუ აქ შეცდომასაც ვერ ვიტყვით, უბრალოდ იმდენად ზუსტად, პრაგმატულად და გეგმის მიხედვით ითამაშა საქართველოს ნაკრებმა, მე იშვიათად მინახავს გეგმის ესეთი 100%-იანი განხორციელება. ანუ მარტივი გეგმა იყო. დაცვა ესეთი აქტიური, აგრესიული დაცვა, წინ მოძრავი დაცვა მთელი თამაშის განმავლობაში და იმ რამდენიმე შანსის გამოყენება, რომელიც მოგვეცემოდა. ეს ყველაფერი ამ გუნდმა ბიჭებმა წინვალეთში ასრულეს. აქაც ვიტყვი და მithქვავს და ბევრჯერ ვიტყვი, რომ მამუკა გორგოდის ფაქტორიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მისი კაპიტნობა იყო საოცარი. თუმცა რაგბს 15 კაცი თამაშობს და არც ერთის 8 წელი არ მინდა დაკნინებული იქნას, იმიტომ რომ ყველა მოთამაშე, რომელიც მოედანზე იყო იმ დღეს ითამაშა წინვალეთ, სხვა შეფასება მე არ ამაქვს. და ერთიც ბოდიში ძალიან გაგვიმართლა, რომ ჩვენ ყავდა მსაჯი ნაიჯელ. კი, აი სწორედ ამის დამატება. აი აქედან ამ გადმოსახედიდან წარმოიდგინეთ, რომ შემდგომ სამ თამაშზე ვინც იყვნენ მსაჯები, ერთ-ერთი მათთაგანი რო ყოფილიყო ტონგას თამაშზე დანიშნული, იქ უკვე მე არ ვიცი, რით დამთავრდებოდა ეს ყველაფერი. ხო, ნუ ჯორჯ კლენსიზე, ნუ ძალიან რთული მოგონებები გვაქვს დღემდე და მე პირადად ბავშვები რო არიძინებენ ხოლმე, ჯორჯ კლენსის ვახსენებ ხოლმე, მაგით ვაშინებ უკვე ჩემს შვილს. მართლა ძალიან რთული მატჩი იყო და კიდევ ერთხელ ჩვენი მადლობა ნაიჯელ ოუენს და მის პროფესიონალიზმს და პირველ რიგში ბიჭებს, იმიტომ რომ ბიჭები არიან გამარჯვების შემოქმედნი და მთავარი დამსახურება არის მათი. ცალსახად. მართლაც ძალიან ძიმე მატჩი მოვიგეთ და აი გამოიკვეთა უკვე რომ ჩვენ მივდიოდით მაქსიმუმზე, ჩვენი გეგმის მაქსიმუმზე რომ გაგვეკეთებინა, მოგვიგო ჯგუფში 2 თამაში და შესაბამისად გავსულიყავით მოგვეპოვებინა ნაადრევად 2019 წლის სოფლიო თასის საგზური, თუმცა მომდენო გაჩერება იყო გაცილებით უფრო რთული არგენტინასთან, რომელიც ძალიან პროგრესირებდა და ჩვენ ამ მატჩის ჰაილაითების ხილვის საშუალებაც გვაქვს. ბატონო გია, ჩვენ გაგაცნობთ ჩვენი რედაქციის უშუალოდ ვერსიას, აი კომენტატორთა ჯგუფი, რომლებიც საუბრობდით თუ აი აქ რა იყო წაგების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. ჩვენ ვთქვით, რომ ტონგასთან, თვითონ ჩვენ კომენტატორთა ჯგუფმა ასე ჩავთვალეთ, რომ ტონგასთან ტონგელები გვეთამაშდნენ პირველ ზონაში გვეთამაშდნენ ძალიან ხშირად. გვიწევდა დაცვაში მოძრაობა წინ და უკან ძალიან ხშირად. ხო, არგენტინელებმა მეორე ტაიმიდან გვერდით მარჯვნივ მარცხნივ გამოძრავეს ძალიან არა წინ და უკან, არამედ მარჯვნივ მარცხნივ და გადაგვიტანეს მესამე-მეოთხე ფაზებში. და ნუ მამუკა გორგოძის გაძევებაც ალბათ ჩვენი გადმოსახედიდან ნუ რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს, რომ ვაღიარებთ, რომ ლოგიკური იყო, ვინაიდან დაყოვნება იყო ძალიან ბევრი მითქმა მოთქვა ქართულ პრესაშიც, მაგრამ ნუ ჩვენი გადმოსახედიდან ჩვენთვის ყველასთვის ძალიან ძვირფასი არის, განსაკუთრებით მამუკა გორგოძე, მაგრამ თუ გავსჯით ალბათ იმ მომენტს თქვენი აზრი როგორი არის? იყო ხო გასაძევებელი მამუკა გორგოძე ყვითელი ბარათით? იმ მომენტში გასაძევებელი. არა? თითქოს მოგვეჩვენა, რომ ხელები დაფიქსირებული ქონდა. ჩვენ ბევრჯერ ვნახეთ ეს მომენტი, გავარჩიეთ და გასაძევებელი არ იყო ნამდვილად. მამუკა გორგოძე გააფრთხილა მსაჯმა მანამდე სრულიად სხვა რამეზე, მაღალ ბოჭვაზე და უთხრა, რომ მაღალი ბოჭვის შემთხვევაში ის გაძევებული იქნება. რაზედაც მან დააჯერინა და მიცა ყვითელი ბარათი ჩვენი გადმოსახედიდან და იმ ანალიზის საფუძველზე, რა ჩვენ გავაკეთეთ, ნამდვილად არ იყო გასაძევებელი. ხა შეეხება ანალიზს, არ შეიძლება რომ ბევრ რამეში არ დაგეთანხმოთ, უდაოდ. რა საკვირველია ემოქმედა მამუკა გორგოძის გაძევება, ჩვენ პირველი თამაში ვითამაშეთ ტოპ სწორად
და იმ სცენარით მიდიოდა, რისთვისაც მე ვფიქრობ, რომ იყვნენ ჩვენი ბიჭები მზად. შერკინება თამაშობდა შერკინებასთან და ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ არგენტინის შერკინებამ რამეში მოგვიგო, შეიძლება 100 მომენტებში პირიქით ჩვენმა შერკინებამ აგებო. აი მეორე ტაიმში უკვე ის 21 ქულა რაც მივიღეთ, რამდენი 14 წუთი იყო თუ არ მეშლება მამუკა სიმბიში, ხო? ну, გუნდი მოიშალა. რატომ მოიშალა? გეთანხმებით, იმიტომ რომ აქცენტი გადავიდა სრულიად სხვა ტიპის თამაშზე, მათ დაშალეს ჩვენი დაცვა, მათ შორის აი თვალსაზრისით, რაც თქვენ ბრძანეთ. და აჩვენეს ის კლასი, რომლითაც შემდეგ აღართოვანეს მთელი მსოფლიო. ლოგიკური შედეგი არგენტინა ჩვენზე ძლიერი გუნდი იყო და ლოგიკურად მოგვიგო. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მამუკას არ გაძევების შემთხვევაში სიტუაცია სხვანაირი იქნებოდა, ნამდვილად იმას არ ვამბობ, ჩვენ მოვიდოდით. უბრალოდ სხვა თამაში იქნებოდა და ბევრად ნაკლები ანგარიში წავაგებით ეჭვიანა თამაში. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი კომპლიმენტები არგენტინას და მათ წინვალე თამაშს, მათ დამსახურებულად გაიმართეს. ძალიან დასანანი მარცხი იყო, მაგრამ ნუ წავაგეთ ეს ლოგიკური იყო, არაერთხელ ვითამაშია, თითქოს სულ თან გვდევს არგენტინა. ისე მაპატიეთ ერთ-ერთსაც გეტყვით მე. გქონდა საშუალება ამ ბევრჯერ ხვდებოდი არგენტინელ ბიჭებს, იმიტომ რომ ერთ-ერთი ძალიან სერიოზული გულშემატკივარი ვარ საერთოდ არგენტინის ახალზელანდიელების შემდეგ, ყველაზე უფრო მეტად ეს ნაკრები მიყვარს. და ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს მოთამაშეებთანაც და მწვრთნელებთანაც და ბიჭებმა თვითონ მოთამაშეებმა მითხრეს, რომ როგორც კი მამუკა გორგოძე გააგდეს, შევიკარით და ვთქვით, რომ მომენტია და დავიწყოთ, ასე რომ ესეც არის. და ეს მომენტიც გამოიყენეს ძალიან კარგად. ძალიან კარგად. ჩვენი მომდევნო მეტოქე გახდა თქვი ახალი ზელანდიის ნაკრები. სოფლიოს ალბათ საუკეთესო ნაკრები იმ მომენტამდეც და ნუ მომდევნო 4 წლის განმავლობაშიც. ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა ამ მატჩის კადრებიც, რომელიც ძალიან საინტერესო გამოდგა და ალბათ საქართველოსთვის ფანტასტიკურად წარიმართა ეს მატჩი. გეთანხმებით. მე ძალიან ამაყი ვიყავი. ზოგიერთი არაჩახედული ადამიანისთვის რა ვფიქრობ, რომ ამიხარო და რა გაძლევდა სიამაყის საფუძველს, როდესაც ახლა აგებ გუნდთან, მაგრამ მე ვთვლი, რომ საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგად ითამაშა ეს თამაში. 34 წუთი ახალი ზელანდიის გუნდმა ქულა ვერ გაგვიკეთა. ეს ძალიან დიდი მიღწევაა. შერკინებაში ძალიან ბევრჯერ ჩვენ დავჩაგრეთ ახალი ზელანდიის ნაკრები. ბოჭვები, არღვევები, კოლექტიური, გუნდური თამაში ძალიან ბევრი რამე იყო, ძალიან საინტერესო და რაც ნამდვილად გვაძლევს სიამაყის საბაბს. ნუ ახალი ზელანდიაზე წავაგებით ახალ ზელანდიასთან თავიდანვე ვიცოდით ცხადია, მაგრამ ისიც არ შემიძლია არ ვთქვა თუ რა აღფრთოვანება სუფევდა სტადიონი. ესეთი უდიდესი მადლობა უელსელ გულშემატკივრებს, რომლებიც წითელ ფერებში გამოიწყნენ, მთელი მილენიუმი წითელი ფერის იყო და გულშემატკივრობდა საქართველოს ნაკრებს. და მეორეც ის, რომ რა შეფასებები იყო თამაშის დროსაც, ნუ თამაშის მერე თქვენ გაქვთ ინფორმაცია ეს თქვენ მოსაპოვებელი არ იყო თუ რა შეფასებები მიწეს თვითზელანდიელებმა ამ თამაშს ექსპერტებმა, სპეციალისტებმა და გულშემატკივრებმა. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მილენიუმზე ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინეთ სოფლიოში. თან ისიც იყო, რომ ეს კონკრეტულად ეს მატჩი იმართებოდა მხოლოდ იმ დღეს, სხვა მატჩი არ იყო თან ზელანდიასთან დაპირისპირება და მთელი მსოფლიოს ყურადღება გაათმაგებული იყო კონკრეტულად. ჩვენ მერწმუნეთ აი ამ თამაშით უამრავი გულშემატკივარი და მეგობარი შევიძინეთ მთელ სოფლიოში. თან პლუს ამას გეთანხმებით აბსოლუტურად ეს არ იყო დაცვიდან თამაში. ლაღი თამაში. ორივე გუნდმა ანახა ის რაც შეეძლო. ჩვენ გვინახია არაერთი თამაში ისეთი, რომ თქვათ
გაეტანოთ იგივე ზელანდიელებისთვის 14 ქულა, 15 ქულა, მაგრამ ეს ყოფილიყოს არეკნებით, ჯარიმებით, მაგრამ არა, რაც საქართველოს ნაკრებმა ათამაშა და ითამაშა თვითონ, ეს იყო ალბათ ცოტა იყოს მოულოდნელი. ძალიან დიდი კომპლიმენტი იყო ალბათ ის ფაქტიც, რომ როდესაც პირველ ხაზელებმა ზელანდიელებმა თქვეს თამაშის შემდეგ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი რამ გვაქვს გამოსასწორებელი, წვრთნელმაც, რომ მე უშუალოდ უენ ფრენკსის მახსოვს, რომ მე პირადად მაქვს უკვე ძალიან ბევრი რამ დასახვეწი საქართველოს ნაკრებთან თამაშის შემდეგ, რაც ვითამაშეო და კიდევ ერთი ნიუანსი, მეც ალბათ თქვენც ყველამ შევამჩნიეთ, რომ თუ როგორ გაიზარდა საქართველოს ნაკრები, რაც დაიწყო ზელანდიასთან თამაში და როდესაც ამთავრებდა. როგორ გაუთამამდა საქართველოს ნაკრები, ბოლოსკენ ბურთს როგორ ფლობდა. ის დაახლოებით 10 წუთიანი შეტევათა ციკლი, როდესაც ბურთი დაუმალეთ. თითქოს ჩვენ ცოტა მორიდება გვეტყობოდა, როდესაც თამაშს ვიწყებდით. ესენი ხო ახალი ზელანდიელი, ეს ხო პირველი შეხვედრა იყო. სამაგიეროდ 1 საათის თავზე უკვე როგორ ვეთამაშებოდით და ეს იყო ალბათ უმთავრესი. ანუ წარმოიდგინეთ ეხა ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც უცებ მოედანზე პირისპირ აღმოჩნდეთ თავის კუმირების წინააღმდეგ და ხუმრობდნენ კიდევაც, რომ ერთი 5 წუთიო იმდა ვერ გამოვედით, რომ გვინდოდა სელფების გადაღება კარტერთან და მაკოუსთან. ეს დიდხანს არ გაგრძელდა და გეთანხმებით, ნელ-ნელა რწმენა მოვიდა, თვითდაჯერება მოვიდა და შემდეგ უკვე წავიდა ის თამაში, რაც წავიდა. თან მიუხედავად იმ სწრაფი ლელოსი, რაც მივიღეთ, გავანებოთ თავ ჩვენ ლელოს და ულოცავ ბექას, იმიტომ რომ ეს მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში ალბათ საოცარი მომენტი და სავიზიტო ბარათი იქნება მისთვის. გახსოვთ თქვენ პირველი ლელო, რომელიც ფანტასტიკური ლელო დაგვიდეს, არ გატეხა ამ ლელო გუნდი. ჩვენ ვითამაშეთ, ძალიან ღირსეულად ვითამაშეთ და მე დიდი მადლობა მინდა უთხრა ბიჭებს აი ამ უდიდესი სიამოვნებისთვის, რაც მივიღე არა მარტო მე და ჩვენ ყველამ მიიღო მილიონობით გულშემატკივარმა მთელ მსოფლიოში. ეთანხმებით, მართლაც ისტორიული მატჩი იყო ჩვენთვის ყველანაირი გადმოსახედიდან და ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია არა ვთქვათ ევროპული დონის მაღალ ნაკრებებთან თამაში, არამედ ისეთი დონის ნაკრებთან, როგორიც ზელანდია. მასზე მაღალი დონე კი ჯერჯერობით სოფლიოში არ არსებობს. მომდევნო 4 წლის განმავლობაში, წინა 4 ზუსტად ანალოგიური იყო. და ჩვენი ბოლო გაჩერება ჯგუფში ეს იყო ნამიბიის ნაკრები. სადაც ძალიან ბევრი რამ უნდა გადაწყვეტილიყო, შეიძლებოდა თუ წავაგებდით ეს ჩვენი 4 წლიანი ციკლი, საერთოდ წყალში ჩაყრილიყო იქიდან გამომდინარე ის მთელი შრომა, ის დაღვრილი სისხლი, ის შრომა, ოფლი, რომელსაც მთლიანად საქართველოს სამწვრთნელო შტაბი, საქართველოს რაგბის კავშირი, მოთამაშეები პირველ რიგში სულ ყველანი რასაც შრომობდით, თუ ნამიბიასთან ვერ მოვიგებდით, ფაქტიურად ეს ყველაფერი წყალში იყრებოდა. მოდით ჩვენ ერთად ვნახოთ ამ მატჩის ჰაილაითები და თუ რა მოხდა აქ. ალბათ მოლოდინი ცოტა შეუფასებლობაც ხო არ დაინახეთ მატჩის დაწყების წინ. ბიჭების მხრიდან. ვინაიდან ძალიან ბევრი იყო სანახაობრივად ძალიან რთულად საყურებელი მატჩი იყო და რო ვთქვათ ძალიან ბევრი შეცდომაც დაუშვით ჩვენ. უდავთ. დავიწყოთ იქიდან, რომ დავესესხებ მამუკა გორგოძეს. ეს ჩვენი სენია საერთოდ. ჩვენ ვერ ვახდენთ უფრო სუსტ მეტოფერთან ისეთივე კონცენტრაციას, როგორც შეგვიძლია ჩვენზე უფრო ძლიერ მომდევნო თამაშის დროს. ძალიან ხშირად. ამის ხშირი მაგალითი გვაქვს ერთ-ათაზეც და ასე შემდეგ მატჩში. ეს ერთი. მეორე მე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავემეორებ, შეიძლება ბევრმა არ იცის კიდევ რომ საკმაოდ დიდი ჯგუფი მოთამაშეების სერიოზული ტრავმებით თამაშობს. სერიოზული ტრავმები ბოლო წუთამდე გაურკვეველი იყო. ითამაშებდა ესა თუ ის მოთამაშე თუ არა და იგივე მამუკა გორგოძე ტრავმირებული ფეხი, დათო ზირაკიშვილი, აპოეტილი პუნთი, ვიტო თამაში, ბევრი მოთამაშე საკმაოდ სერიოზული ტრავმით გავიდა და მადლობის მეტი არაფერი არ გვეთქმის, რომ საერთოდ თამაში შეძლეს მათ. ესეც ერთ-ერთი ძალიან სერიოზული ფაქტორია, რომელიც არ უნდა დაგვაუწყდეს. მესამე არის ის, რომ ვერ ვითამაშეთ. ვერ მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკა აბსოლუტურად საჩვენოა და ეპიზოდებში არაჩვეულებრივი მომენტები იყო. სხვა შორის ჩვენი შემტევი პოტენციალი ვანახეთ აქ, მაგრამ რეალიზაცია ვერ მოახდინეთ ამის. თორე ამდენი ხაზის გარღვევა
ხაზის მოთამაშეების თამაში ძალიან ბევრი დადებითიც იყო ამ თამაში. ხაზმა ძალიან კარგად ითამაშა. რეალიზაციის ხარისხი არ იყო მაღალი და ბოლო ფაქტორი რომელმაც უბრალოდ გააფუჭა თამაში. გააფუჭა, არც მინდა ამ თემაზე ლაპარაკი, ეს იყო ახლა თქვენ უყურებთ ბატონს თეთრ მაისურში. ბატონ ჯორჯ კლენსის, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა თავის ოჯახის წევრებთან ერთად საქართველოში და არა მარტო იმიტომ, რომ ძალიან ცუდი პრესა ჰქონდა, მინდა გითხრათ. და ბევრი დაიწერა მის მსაჯობაზე. მაინც მოდით საჯობას თავი გავონებოთ და პრობლემები ვეძიოთ ჩვენ შიგნით. ეს უფრო სწორი არის და სამომავლოდ უფრო წაგვადგება. ეს არ იყო ჩვენი საუკეთესო თამაში, ნამდვილად და ეს უნდა გავითვალისწინოთ სამომავლოდ აუცილებლად. კი, გეთანხმებით აბსოლუტურად. მთავარი კი ის თუმცა მოვიდა და ეს არის ყველაზე მთავარი. ეს არის რომ საჯიანათაც შეგვიძლია ჩვენ ესეც უნდა ვისწავლოთ. გვიყვავს, რომელსაც შეუძლია კი რომ საჯიანად მოუგოს მეტოქეს შეხვედრა. არაერთხელ ქონია სპორტის არაერთ სახეობაში იგივე რამშიც გვიბრძოლია, მაგრამ წაგვიგია. თუნდაც იქ საჯების რაღაც უცნაური გადაწყვეტილებებით იგივე 2007 წლის ირლანდიასთან დაპირისპირება, სადაც თავის თქვა შეეძლოთ ჩაეთვალათ ის ლელო. თუმცა ეხლავე უნდა ითქვას, რომ ბიჭების აზრით ლელო არ იყო. და ყოფილა ესეთი შემთხვევები, სადაც შეგვეძლო თქვათ მოგვებგო ვიბრძოლეთ, მაგრამ ვერ მოვიგეთ, მაგრამ მოვიდა დრო იმისა, რომ საქართველოს ნაკრები ინდონეზე გავიდეს, როდესაც საჯიანად უგებს მეტოქეს და სწორედ ეს იყო დავით ჯერაქაშვილის უკანასკნელი მატჩი. დიდი მადლობა დათოს, რომელმაც მთლიანად არამხოლოდ ქართული რაგბისთვის, ქართული სპორტისთვის გააკეთა ძალიან ბევრი რამ. სხვა დონეზე აიყვანა ქართველობა, იგივე მხოლოდ თავისი თამაში, თავისი კაი ადამიანობით. ერთია როგორ თამაშობ და მეორე მოედნის გარეთ როგორც იქცევი. ორივე მხრივ იდეალური იყო დათო ზირაქაშვილი და ამ მხრივაც დასაფასებელი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით მე ჩემი ინტერვიუშიც ყველგან თქვი უბრალოდ რატომღაც აღმოჩნდა რომ აი პრესკონფერენცია რომ მქონდა ნახევარი რაც ვილაპარაკე საერთოდ სტატიებში არ მოხდა ცოტა როგორ ხდება ესეთ რამე ვერ გავიგე იმიტომ რომ ჩვენთან როგორც ჩანს მადლობების გადახდა რაღაცა ცუდ ტონად ითვლება თუ რა ხდება ვერ გავიგე სამწუხაროდ მაგრამ აი ხავს სარგებლობ შემთხვევით და საჯაროდ მინდა დათოს უდიდესი მადლობა გადაუხადო მთელი ჩვენი სარაგბო თემის ქვეყნის ალბათ ავიღებ ჩემ თავზე ამ უფლებას იმიტომ რაც ამ ბიჭმა წლების განმავლობაში გააკეთა საქართველოს ნაკრებისთვის ქართული რაგბისთვის ქვეყნისთვის ეს ფასდაუდებელი არის და მე მინდა დაულოცო მას ის დარჩენილი წლები სპორტში რასაც ის საკლუბო რაგბს მოახმარს წარმატებებს უსურვებ ჩემი გადმოსახედიდან ის არის სოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სამი ნომერი ღმერთმა ჯამთელად ამყოფოს და მიცეს საშუალება დიდხანს ითამაშოს კლუბში ოჯახი უმყოფოს ღმერთმა კარგად რომელიც ერთ-ერთი თავარი მიზეზი გახდა დათოს ნაკრებიდან წასვლის და სიყვარული და პატივისცემა სამშობლოში დათოს არასოდეს არ დააკლდება და ვფიქრობ რომ რაღაცა ფორმით დათოს ეს ამაგი უნდა დაფასდეს აუცილებლად რაღაცას მოვიფიქრებთ და ამას გავაკეთებთ გასაცილებელი მატჩი ამ ხო არის გეკი გასაცილებელი მატჩზე სამწუხაროდ მინდა გითხრათ რომ ძალიან ხშირად დიდ წინააღმდეგობას ვაწყდებით მოთამაშეების. იგივე ირაკლი მაჩხანელი. ირაკლი მაჩხანელი, რომელიც ძალით გამოიყვანეს ბოლოს იმაზე. იმიტომ ბიჭები თვლიან, რომ ძალიან ბევრი მოთამაშე მსოფლიოში ძალიან სერიოზული კარიერით წავიდა ისე, რომ ეს გაცილების ცერემონიალები არ იყო. ჩვენ მერწმუნეთ, რომ ჩემი უდიდესი სურვილია და ჩემი მეგობრების ამის გაკეთება გულშემატკივრების უდიდესი სურვილია და ვნახოთ დავილაპარაკებთ და თუ დათოს თანხმობა იქნება ამაზე აუცილებლად გავაკეთებთ. ძალიან სასიამოვნო იქნება. მომავალი 4 წლიანი პერსპექტივა. ჩვენ შევძელით მაქსიმუმი და გავედით 2019 წლის სოფლიო თასზე, რომელიც გაიმართება იაპონიაში. პირველად მოხდება, რომ თუ ისევ არ შეცვალეს World Rugby-ის ხელმძღვანელებმა ამ ფორმატით ჯერჯერობით 3 ოკეანეთის გუნდიდან ფიჯი, სამოა, ტონგა ერთ-ერთი გადის გამარჯვებული, მეორე ადგილოსანი გადადის რეპეშაჟში, ხოლო მესამე ადგილოსანი შესაბამისად ვერ გადის. ამ მომენტისათვის ერთ-ერთი ფიჯი, ტონგა ან სამოა რჩება მსოფლიო ჩემპიონატის არა, ალბათ სამივე აქვს შანსი, იმიტომ რომ
სოფლიო რაგბის ხელმძღვანელობა მიიღო გადაწყვეტილება და ევროპას ადგილი არ დაუმატა. არ დაუმატა ესე არ დაუმატა და ეს გახდა ძალიან სერიოზული კონფლიქტის საგანი რაგბი ევროპას და სოფლიო რაგბის შორის. ფაქტი სახეზე არის. ეს გადაწყვეტილება მიიღებულია. შესაბამისად პირველი ორი გავა პირდაპირ და აი მესამე გავა რეპეშაჟში და ეხლა შესაბამისად ჩვენთან იმის გამო რომ ჩვენ ვართ გასულები პირდაპირ ну პირველი ორი წელი არ ითვლება გესმით, მაგრამ ბოლო ორი წელი საკვალიფიკაციო რო იქნება, საერთოდ ესეც ვერ გავიგე, როგორ გააკეთებენ ჩვენთან ათამაშებ ქულებს, ჩათვლიან არ ჩათვლიან, ნახოთ როგორ იქნება. ну ჩვენ ეს არ გვეხება რაც თავარი. ანუ ევროპიდან გავა ერთი გუნდი პირდაპირ. პირდაპირ, როგორც ჩვენთან ორი გადიოდა ხოლმე. მეორე წავა რეპეშაჟში. აი დაეჯახება იმ მესამეს კუნძულელებს. აი ამ ძველი ვარიანტია. ხო. ყველაზე ცუდი ვარიანტია. ფაქტია რომ ესეთი გადაწყვეტილება მიიღეს, რაც ძალიან სერიოზული უთანხმოების საგანი იყო, მაგრამ ნუ გადაწყვეტილება მიღებულია და ამას ვერავინ ვეღარ შეცვლის. რა თქმა უნდა, ჩვენს გულშემატკივრობდით გასაკვირველია ჩვენ რუმინელებს საერთოდ უნდა გულშემატკივროთ, იმიტომ რომ კიდევ გულშემატკივრებისთვის რომ იყოს გასაგები, ჩვენ და რუმინეთი, მოდი ესეთ ხმამაღალი შეფასება გაქვთ. პოლიტიკური ტანდემი ვართ აი ამ სვლაში. რა 6 ერისკენ და ნებისმიერი სხვა რამისკენ. იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება, ერთად უფრო ადვილია ამ საქმის გაკეთება, რუმინეთს ამის უზარმაზარი დამსახურება აქვს, ნუ დაგვავიწყდება. რუმინეთი არის სარაგბო ქვეყანა, უზარმაზარი ისტორიით და ტრადიციებით და ჩვენ ამას ძალიან დიდ პატივს ვსვამთ და ჩვენ ერთად სხვაჩვენს არაჩვეულებრივი მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა და აი ამ ბრძოლებში ყოველთვის ვიქნებით ერთად. რაღაცეებს უკვე მივახციეთ ერთად, ასე რომ კი, ნახოთ. იგივე მათი მიერ ტონგას დამარცხება 2 წლის წინ, როდესაც ჩვენ სამოას მოუგეთ, მათ ერთი კვირით ადრე ტონგას მოუგეს, ესე ერთ საქმეს ვაკეთებთ, ჩვენ ვეცნობოდით, რა თქმა უნდა, სოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს სხვადასხვა რუსულ საიტებზე, როდესაც მიმდინარეობდა იქ ლაივ რეპორტაჟები საქართველოს უკრაინულ საიტებზე, უბრალოდ ახთოვანებას იწევდა თვითონ იმ ჟურნალისტების აი ესეთი კომაგობა, ну, რა თქმა უნდა, ისინი თვლიდნენ, რომ ამით ერთ-ერთი უმთავრესი კონკურენტი მოცილდებოდა საქართველოს ნაკრების სახით, მაგრამ ну, როგორც ჩანს, ну, მოცილებული ყავთ, მაგრამ ну, ის ადგილი მაინც ხო. ხო, ну, ხო, მეორეს ხრი, მოდი ესე ვთქვათ, რა შეიცვალა ეხა მათთვის? ეხა კი არიან აღშფოთებულები და გაგიჟებული, შეიძლება სამართლიანათაც, მაგრამ სპორტული თვალსაზრისით, აგერა რუმინეთი, აგერა რუსეთი მოუგონდა და წავიდნენ პირდაპირ სოფლიო ჩემპიონატზე. ან მეორე ადგილზე გავიდნენ და რეპეშაჟში მოუგონ ყველას და გავიდნენ. ხო, ან რუსებს უნდათ ყველაზე ძალიან რომ მოეგოთ, თქვათ, რუმინეთთან გავიდოდნენ თვითონ მეორე ადგილზე და პირდაპირ. ხო, ორი დამატებითი ადგილი რო ყოფილიყო, მაშინ ბევრად ადვილი იქნებოდა მათთვის სოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა. ეხლა ბევრად მეტი შრომა დაჭირდებათ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ და ну, ამის რესურსი რუსეთს აქვს. ძალიან დიდი. უზარმაზარი ეხლა, ნუ ხო გესმით, სულ არის ლაპარაკი სოფლიო რაგბში, რომ აი რუსული ბაზარი ეხლა დაიწყეს გერმანულ ბაზარზე. ეს გასაგები არის, ეს დიდი ბაზარია, რომელიც კომერციული თვალსაზრისითაც ძალიან საინტერესოა ერთი და ზოგადად დიდი ბაზარია, სადაც შეიძლება შეიქმნას სარაგბო კულტურა, დიდი ტელეაუდიტორია, გულშემატკივარი, ბევრი ფაქტორი არის აკინძული, რატომაც იწვევს ინტერესს სოფლიო რაგბის, მაგრამ ნუ პირად საუბრებში ვამბობდი, ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ეს ამ ხალხმა უნდა გააკეთოს თვითონ. რა თქმა უნდა, უნდა მიაღწიონ რაღაცა საფეხურზე და მე მიიღებენ ყველაფერს კუთვნილს. ასე რომ ესე იქნება და გეთანხმებით, კალათები არ ამგონია შეიცვალოს, ჩვენ მესამე კალათში ვართ, მაგრამ შემდეგი 4 წელი კიდევ მეორე იქნება უმძიმესი წელი. ერთია რაღაცას მიაღწიო, მეორე არის ის შეინარჩუნო. ეხლა წარმოიდგინეთ ჩვენ მესამე კალათიდან განთესილები ქვემოდან რო ამოვლენ ფიჯი, ტონგა, სამოა. ხო. როდესაც ნუ ვითომ ელოდები სუსტ გუნდს და ამ დროს ხდება ესეთი სოფლიო ხა ფიჯი მე-4 ადგილი განა შეესაბამება მათ ნათამაშებ თამაშს, არ შეესაბამება. ფიჯი რეალურად ამ მომენტისათვის წყნარი ოკეანის საუკეთესო გუნდია. ცალსახად საუკეთესო გუნდი არის. ასე რომ ადვილი ცხოვრება ნამდვილად არ გვექნება ეს 4 წელიწადი, თუმცა სწორი გათვლილი, კარგი მუშაობით, ხარდაჭერით და იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ყველანი ერთად გამოვაცხადებთ იმას, რომ რაგბი და ეს სოფლიო ჩემპიონატი არის ერთ-ერთი პრიორიტეტი სპორტში, მაშინ მე ვფიქრობ, რომ წარმატების საკმაოდ სერიოზული საფუძველი გვექნება.
2007 წელს, როდესაც არგენტინის ნაკრებმა მათთვის დღემდე სარეკორდო შედეგი დადო, გავიდა რა მესამე ადგილზე. იმ დროინდელმა AIRB-მ გადაწყვიტა, რომ ვინაიდან არ მიიღეს ისინი 6-ზე ტრადიციულად, ვერ ჩართეს ვერც ქვემოთ 3-ზე. დაუსახა ასეთი რამ, ვინაიდან ესე მარტო რო არ დარჩენილიყვნენ და არ აკადრეს იგივე ბრაზილიასთან თამაში, პარაგვაისთან, ჩილესთან, გამოუწერეს ერთი სეზონის განმავლობაში 12 მატჩი ტოპ ნაკრებებთან. ჩვენ შემთხვევაში ბატონო გია როგორ იქნება ეს? მით უმეტეს ჩვენ აი ეს მომდენო 2 წლის განმავლობაში ჩვენ ვახსენეთ უკვე ეს, როდესაც უკვე ფაქტიურად გავლილი გვექნება ჩვენ და როდესაც დაიწყება საკვალიფიკაციო ეტაპი და ჩვენ იმ ტურნირზე თამაშს ჩვენთვის კონკრეტულად არანაირი აზრი აღარ ექნება, რას აპირებს თვითონ World Rugby. მართლა ცოტა არეული არის და თვითონაც არეულდება. ვიტყვით რომ აზრი არ ექნება, მე მესმის. კი ბატონო, გიპასუხე. სატურნირო თვალსაზრისით. სატურნირო თვალსაზრისით არა, მაგრამ რაღაც თვალსაზრისით მაინც მნიშვნელოვანია და ჩვენთვის ხო და ის ახალგაზრდული ნაკრებების ჩართულობით. არა მარტო, ცოტა სხვა კუთხით შევხედოთ, ძალიან კარგი შეკითხვაა. ნუ ჯერ ერთი მოდი ვთქვათ, რომ არგენტინა მოდიოდა დიდხანს საერთოდ ერთ-ერთი სამაგალითო რაგბის კავშირია ჩვენთვის. მათ მიერ გავლილი გზა, იმიტომ რომ ბევრი რამის სწავლა და გადმოღება შეგვიძლია ჩვენ. ოღონდ ამისათვის, ნუ კიდევ საჭირო არის ის, რომ შენ იყო იქ, იმ მართლ სტრუქტურებში და გქონდეს რაღაც ბერკეტები ზეგავლენის და მე მინდა გითხრათ, რომ მის მიუხედავად, რომ ეს ოფიციალურად ჯერ არ განცხადებულა და ჩათვალეთ, რომ არც ჩემი ნათქვამი არის ოფიციალური, საქართველოს იქნება წარმოდგენილი მომავალ წელს მსოფლიო რაგბის უმაღლეს ასე ვთქვათ სტრუქტურაში ხმის უფლებით. ნუ ეხლა დაიდო უკვე საიტზე მსოფლიო რაგბის ის გადაწყვეტილება ამის თაობაზე და კრიტერიუმები, რომელთა დააკმაყოფილოს ამ საკითხი პრინციპში გადაწყვეტილია მომავალ წელს მაისში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მსოფლიო რაგბის ახალი გაფართოებული შემადგენლობა საბჭოსი კაუნსილის იქნება გამოცხადებული და მერწმუნეთ რომ საქართველოს აუცილებლად იქნება. ეს უკვე ძალიან დიდი რამაა. ეს არის უდიდესი მიღწევა ქართული რაგბის. უდიდესი და ჩვენთან ერთად დიდი ალბათობით იქნებიან ამერიკელები და რუმინელები და ну, არ ვიცი, მიდის კიდევ მუშაობა იმაზე, რომ მეორე დონის კიდევ ერთი ან ორი ქვეყანა თუ შევიდა, მით უფრო ძლიერი იქნება ჩვენი კოალიცია შიგნით. აი, ხო გესმით? კი, რა თქმა უნდა, ეს ჩვეულებრივი პოლიტიკაა. შენ როდესაც გახდები საჭირო შენი ხმებით, მე შენც შეგიძლია რაღაცა პროცესებზე ზეგავლენის და არ იქნება ეს გარედან კარის წრევა. შენი კარი გაიღება, შენ შიგნით იქნები მაგიდასთან და ბევრად მეტი საშუალება გექნება რაღაც საკითხების გადაწყვეტის. რაც შეეხება არგენტინას, არგენტინა არ დაგვაუწყდეს, რომ 4 წელი ვერ უერთდებოდა სამიერის გათამაშებას, მარტივი მიზეზის გამო, რომ შემდეგ 4 წლიან ციკლში ტელეუფლებებზე კონტრაქტი იყო მოწერილი და ახალ გუნდს უბრალოდ ვერ დაამატებდა. კი, სანზარი. ამას ვიძახი, იმიტომ რომ ჩვენ რაღაც პარალელები გავავლოთ 6-ერთად. ნუ ეს მოლოდინები, რომ ჩვენ მივხედავთ ესე წარმატებული გამოსვლისა ახლა მომავალ წელს 6-ში მიგვიღებდნენ, ცოტა გადამეტებულად მეჩვენება და არც არის სწორი. ჩვენ უნდა მოვემზადოთ ბევრწილად, ბევრი სხვადასხვა მიმართულებით და რომც ქონოდა სული ვერ გააკეთებდნენ ამას, იმიტომ რომ შემდეგ 4 წლიანი ციკლისთვის ყველა კონტრაქტები არის ხელმოწერილი. ჩვენ მოდი მოვემზადოთ და აი იაპონიის შემდეგ ნახოთ რა მოხდება. მე პირდაპირ გეტყვით, რომ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. რაც შეეხება რა გავაკეთოთ ამასობაში, ხო? 12 ძალიან მაღალი დონის ტესტმა ჩვენ უბრალოდ ვერ ვითამაშებთ, იმიტომ რომ ამ გათამაშებაში ჩვენი ყოფნა ჯერ ესეთი არის ვალდებულება ჩვენი. ამ ვალდებულებისგან ჩვენ არავის არ გამუთავისუფლები ვართ ჯერჯერობით. ბევრი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს ან კიდევ ნახევრად მიღებული ან მიიღებენ გამოწვეული ძალიან სერიოზული დაბნეულობით, იმიტომ რომ არავინ არ ელოდებოდა ევროპული გუნდების ესეთ გამოსვლას. არავინ არ ელოდებოდა იმას, რომ კუნძულელები ჩავარდებოდნენ მე-4 ადგილებზე ქვეჯგუფებში და ბევრწილად, ну, ისეთი ცოტა მოუმზადებელი რაღაც გადაწყვეტილებები აქვს და დაბნეულობაც შეიმჩნეოდა და ეხლაც იმჩნევა.
აქედან გამომდინარე, რაც შეეხება ერთ თასს, მოდი ვთქვათ, რომ ჩვენ ეს 5 თამაში გვექნება სათამაშო, ეს პირველი 2 წელი ნამდვილად და მე არ ვიცი რას მოიფიქრებენ, ხო? აი, მე რას აპირებენ, როგორ აპირებენ დაალაგებას ამ ქულების სისტემას, ჩვენ ნათამაშებ თამაშებზე, კონკურს გარეშე ვთამაშობთ. არ არიან მზად ამისთვის ჯერ. არ არიან გაწყვეტილება, როგორც ჩანს, არ არის ჯერ მიღებული. მაგრამ მოდი ვთქვათ, რომ თუ ჩვენ გვინდა რომ ბევრი კარგი ტესტ მატჩი ვითამაშოთ ძალიან ძლიერ გუნდებთან. ნამდვილ გულშემატკივარს, ვინც რაფში არის ჩახედული, ხო ესმის რომ ჩვენ წაგებას დავიწყებთ. რა თქმა უნდა. ჩვენ დავიწყებთ წაგებას ძლიერ გუნდებთან. სხვანაირად ჩვენ ვერ ვისწავლით მათ მოგებას თუ არ დავიწყებთ თამაში და ვიღაცებთან წავაგებთ, ვიღაცებთან მოვიგებთ. ამ თვალსაზრისით ჩემი გადმოსახედიდან 1,000 იძენს კიდე ერთ მნიშვნელობას, რომ ჩვენ ქულები უნდა ავკრიფოთ, სარეიტინგო ქულები. იმისთვის რომ ძალიან ისეთი მკვეთრი ჩავარდნა ასულები არ იყოს. ერთი და მეორე ეს იძლევა მშვენიერ საშუალებას რომ ნელ-ნელა, არა რევოლუციურად, ნელ-ნელა ახალგაზრდების ჯგუფი შემოიყვანო ნაკრებში და მიცე მათ საშუალება თამაშის. და არის მესამე ფაქტორი. ეს არის კოლეგიალურობა. ჩვენ გუშინ ვიყავით ამის ნაწილი. დიახ. ისინი ჩვენი კოლეგები არიან და დღეს აბზიკო ცხვირი და უთხრა რომ იცი რა, იმიტომ რომ მეორე თამაში მოვიგე და წავედი ახლა პირდაპირ კვალიფიკაციაში მე თქვენ აღარ გელაპარაკებით და თქვენ საერთოდ ვინახართ, არ არის თლად სწორი და ეთიკური. მათაც უნდა გქონდეთ საშუალება კარგუნდებთან თამაშის და ზრდის. ასე რომ თუ შევაჯამებთ ამას ყველაფერს, ხომ? ამ 1,000-ში ჯერ ვიქნებით. მე ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, ამაზე შემდგომ ვილაპარაკოთ. ივნისი შემდეგი ჩვენი აქტივობა, როდესაც გვაქვს თბილისის თასი. ჩვენ ძალიან სერიოზულად ვფიქრობთ და ამაზე ქონდა გარკვეული საუბრები იქაც. სოფლიო რაგბთან და ალბათ წლის ბოლომდე მაინც ჩამოვყალიბდებით, რომ ეგება ამ ტურნირის მაგივრად ჯობია, რომ ჩვენ ვითამაშოთ ტესტები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ აგვყავს საუკეთესო გუნდი ივნისში, უნდა ვითამაშოთ. ჩემი პოზიცია ესეთია და არ ვიცი, ჩემი მეგობრები და კოლეგები როგორ გაიზიარებენ ამას. ჯერ ესეთი პასუხისმგებლობა იქნება მეტი და მეტი კარგი მოთამაშე შეძლებს მაინც თამაშს. და ჩვენ შეგვიძლია წავიდეთ სამხრეთში მაგ დროს. ერთ თამაშს თუ დავიტოვებთ თბილისში გულშემატკივრებისთვის, რომ მათ მეტი საშუალება ქონდეთ საყვარელი გუნდის ხილვის და გულშემატკივრების და ორი თამაში შეგვიძლია ვითამაშოთ იქ. ნოემბერი 3 თამაში აუცილებლად მე-4-ზე ვნახოთ როგორ გამოვა. თვითონ ბიჭების შესაძლებლობებიდან გამომდინარე კლუბებთან არის დაკავშირებული გარკვეული პრობლემები იქ იცით და რაც შეიძლება კარგი თამაშები, მიმართულება ჩვენი ესეთია, რომ ჩვენ ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი თამაში ვითამაშოთ სამხრეთელებთან. ტონგა, ფიჯი, სამოა, იაპონია, ამერიკა, კანადა ჩვენერი ოპოზიცია არის. პლუს ამას მიდის გარკვეული მოლაპარაკებები მაორებთან მაგალითად. ეს უკვე კომერციული თემაა, მაგრამ ხელმისაწვდომია, იმიტომ რომ ეხლა ახალი ზელანდიის ჩამოყვანა 2 მილიონი დაუჯდებოდა რაგბის კავშირს. დოლარი, ლარი არა. ხო, გასაგებია, ხო? მაორებთან განუზომლად უფრო იაფი არის, ჩვენ მუშაობთ გარკვეულ სპონსორებთან, თუ იქნება ჩვენ შორის შეთანხმება, ან 16, ან 17 წელს მაინც მე ვფიქრობ, რომ მათ ჩამოვიყვანთ. გადაწყვეტილების მიღების პირას არიან, რომ შექმნან ზელანდიის ბარბაროსთა გუნდი, ბარბაროსების, მათი ჩამოყვანა შესაძლებელი იქნება. პირველი დონის ქვეყნებთანაც მიდის მოლაპარაკებები, ჩვენი უშუალო და მსოფლიო რაგბი ცალკე. ანუ ჩვენ თუ აი ამ 3 წელზე არის ხო ლაპარაკი, 16, 17, 18 და 19-ის შეიძლება ზაფხული ვნახოთ ეს უკვე მათი გადასაწყვეტი არის, უნდათ არ უნდათ. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ბევრ კარგ თამაშს ვითამაშებ და ბევრ კარგ თამაშს იხილავს ქართველი გულშემატკივარი. ანუ ის დეფიციტი ამ კარგი თამაშების წესით უნდა აღმოფხვრილი იქნას. და რაც თავარია, ქართულმა რაგბმა უბრალოდ დაიმსახურა ეს კარგი თამაშების ქონა ბიჭების უდაო. ან წვინვალი თამაშის ფონზე რატომაც არა ჩვენ შეგვიძლია რეალურად ეს მაურების ხილვა მართლა ძალიან საინტერესო იქნება. ძალიან ბევრი გულშემატკივარი თვითონ ინგლისშიც და ზელანდიელი გულშემატკივარი იყო, ამით უკმაყოფილო რომ ვთქვათ ინგლისი ზელანდიაში ჩადის 4 წელიწადში ერთხელ სათამაშოდ და ზელანდია ყოველ წელს დადის თითქმის. და ბატონმა გიამ თქვა რატომაც არის ეს, იმიტომ რომ
ინგლისს კი ჩავა ესტუმრება, მაგრამ ზელანდია რო ჩადის იქ 2 მილიონიან მოგებას ღებულობს თითოეულ მატჩში. ვიღაცას რომ არ გაუჩნდეს რაღაც გაღიზიანების ზნობა ამ ფენომენალური გუნდის წინააღმდეგ. ეს არის ბრენდი, რომელიც ეს არის ეროვნული ბრენდი და რო გითხრათ რომ ეხა ახალი ზელანდია მიეკუთვნება მაღალგანვითარებულ ქვეყნებს დიდი შემოსავლებით, ესე არ არის. ასე რომ, რა არის მათი არის ცხრის ხორცის ექსპორტი და მინდა გითხრათ რომ All Blacks-ი ეს არის ბრენდი, რომელიც ძალიან დიდ შემოსავალს აძლევს ქვეყანას, ასე რომ მათი ეს ასე ვთქვათ, მიდგომა არის აბსოლუტურად სწორი და გამადა რაც შეეხება ინგლისელებს, არა, აი ესეთი მიდგომით. შედეგები ვნახეთ. შედეგები ვნახეთ. ძალიან ბევრი ექსპერიმენტალური გადაწყვეტილება ქონათ ბოლო ამ 4 წლის განმავლობაში. ჩაკეტეს სივრცე ბრიტანეთის გარეთ ყოფა არც ერთ მოთამაშეს არ აძლევდნენ. საბოლოოდ გამოიყვანეს ყველაზე ახალგაზრდული გუნდი, რამაც ისინი კატასტროფულ შედეგამდე მიეყვანა. არ მოვერიდები და პირდაპირ ვიტყვი რომ ეს აუცილებლად ამოვა ინგლისი ამ კრიზისიდან, ამაში ეჭვი არავისაც ირლანდიაც ამოვა, უელსი ხო საერთოდ ბრწყინვალე გუნდია, რომ არა ის უბედურება რაც დაემართათ ეს ტრამვიანობა 10 საუკეთესო მოთამაშე დამტრეული რო ყავს, უელსი კი არა, ვერც ერთი გუნდი ვერ ამოვა ამ პრობლემებიდან. ასე რომ ევროპული რაგბი შევა ისეთი სტარი ილუზიები არ მინდა გაუჩნდეს ჩვენ გულშემატკივრებს. ეს არის გამართული სარაგბო ქვეყნები უზარმაზარი ცოდნით, უზარმაზარი ტრადიციებით ისინი იპოვიან გზებს აიმისოთ რომ დაიბრუნონ პოზიციები. თუმცა მე სამხრეთელებს გულშემატკივრობ, გულწრფელად გეტყვით და სტანდარტები დღეს სოფლიოში დააწესეს სამხრეთელებმა, ახალმა ზელანდიამ და ავსტრალიამ, არგენტინამ მათ შორის. ფრანგები კი ვის სად მოუგებენ და როდის რა შემოდგენლობას გამოიყვნენ დღემდე არავინ არ იცის, მე მგონი თვითონ არ იციან არაფერი. ერთი სამწუხარო ფაქტია, რომ თავის წარუმატებლობის თავარ მიზეზად მიიჩნევენ ლეგიონერების ზრდას, რაც თლად კარგი ჩვენთვის არ არის, იმიტომ რომ ნამდვილად არ მინდა რომ ჩვენ ბიჭებს იქ რაღაც პრობლემები შეექმნათ. ეს საუბრები დაიწყეს 2007 წელს. არგენტინამ როდესაც მოუგო 2 თამაში გახსნის და მესამე ადგილისთვის მატჩი, მაგრამ საბოლოოდ ამან არ უშველათ არანაირად. ამის შემდეგ თითქოს ვერაფერი ვერ შეცვალეს 2011-ში ფინალში გავიდნენ და ეხლა ისე გლობალური ჩავარდნა. მაგრამ მე მგონი თვითონ ძალიან კარგი მორაგბე იყო ფილიპ სენანდრე, მაგრამ როგორც უცნელი აშკარად ვერ გაამართლა მის ხელში მყოფმა საფრანგეთმა პოტენციალის ალბათ 70%-იც ვერ ანახა 60. ჩემი ღმერთწმენით უნდა მაინც ეცადონ, იპოვონ ძალები საკუთარ თავში და სიღრმისეული პრობლემები დაინახონ ამ წარუმატებლობის და არა ზედაპირზე ვითომ და ყოფე ხა ამ კამპანიის ერთ-ერთი აქტიური ლიდერი ბატონი ლაპორტი, იცით თქვენ? ბერნარ ლაპორტი, რომელიც აი ამ კამპანიას ხენუპლუს კომენტატორი იყო საფრანგეთის თამაშზე და ადანაშაულებს საფრანგეთის რაგბის კავშირს იმაში, რომ ამდენი ლეგიონერი არის ქვეყანაში, სულ რამდენიმე ხნის წინ იყო ტულონის მთავარი მწვრთნელი და დაახლოებით 22 კონტრაქტზე აქვს ხელი მოწერილი არაფრანგ მოთამაშეებთან. ასე რომ აი ეს ორმაგი სტანდარტები, ეს ორმაგი მიდგომა პრობლემისადმი არ ამგონია რომ მათ წაადგეთ, მაგრამ მოდი ვთქვათ, რომ ეს მათი პრობლემები არის და ღმერთ სული და გულით უსურვებ ამ პრობლემების გადაწყვეტას, იმიტომ რომ ფრანგულმა რაგბმა და სამყარომ უდიდესი სამსახური გაუწია ქართულ რაგბს და გული და სულით უსურვებ მათ რომ ეს პრობლემები დაძლიონ. აი მე პირადად ფრანგებს იმიტომ გულშემატკივრობ, იმიტომ დავიწყე ფრანგების გულშემატკივრობა, რომ რო უყურებდი თუ ფრანგები რას აკეთებდნენ ჩვენთვის რაგბის განვითარების მხრივ, ჩემ და უნებურად უბრალოდ ფრანგების გულშემატკივარი გავხდი, როგორც აი უფროსი ძმა და ჩვენ ვალში ვართ მათ წინაშე და ვიქნებით ყოველთვის ეს უნდა არასოდეს არ უნდა დაგვაუწყდეს. ახლა კი პირველი ნაწილის მიწურულს გაგაცნობთ ჩვენი ნაკრების სტატისტიკურ მაჩვენებლებს, რამოდენიმე ძალიან საინტერესო მაჩვენებელი არის. ანუ ჯამში 53 ქულა ავიღეთ, საშუალოდ 13.25 ქულა მატჩში. 293 მეტრი ბურთით ხელში გარბენილი საშუალოდ მატჩში. ძალიან ნორმალური მაჩვენებელი არის, დამეთანხმებით ალბათ. საშუალოდ 128 ბოჭვა. ტონგასთან მატჩი მოდით გამოვყოთ, რომელშიც კოლოსალური რაოდენობის 226 ბოჭვა იყო იქ გაკეთებული და საშუალოდ 128 ბოჭვა. საშუალოდ მატჩი წინ ბურთი გვივარდებოდა 2.5-3 ჯერაც არ გვივარდებოდა, რაც ასევე ძალიან კარგი მაჩვენებელი არის.
და საშუალოდ 13 ჯარიმა მატჩში. აქედან თუ არ ვცდები 6 იყო მხოლოდ საკუთარ ნახევარზე. სათამაშო დისციპლინა ძალიან გამოსწორებული არის, რომ შევადარო წინა მსოფლიო ჩემპიონატებს, გნებავთ 2011 და გნებავთ 2007, ნამდვილად გამოსწორებული არის და სათამაშო ხარისხიც რა თქმა უნდა უფრო წინ. ერთი რაც თვალსაჩინოდ ჩანს, ახლა ნებისმიერი გულშემატკივრისთვის ეს სტატისტიკა ბევრის თქმელია და ყველა შეუძლია ანალიზი გააკეთოს. ჩანს რომ ჩვენ უნდა მოუმატოთ შეტევაში, მაგრამ მოდი ვიყოთ ობიექტურები ამ მსოფლიო ჩემპიონატზე. რომელ თამაში უნდა გვეჩვენებინა ჩვენი შემტევი პოტენციალი. ტონგასთან მთელი სტრატეგია იყო აგებული დაცვაზე და ამიტომ იქ დიდად შემტევ პოტენციალს ვერ ვანახებდით. არგენტინასთან შეიძლებოდა უკეთესად, მაგრამ რაც არის და ახლა მეორე ტაიმი არ ითვლება, იმიტომ უბრალოდ გუნდი ჩავარდა. ახალ ზელანდიასთან შევძელით, რაც შევძელით და ამ თვალსაზრისით ახლა ძალიან არ შევრცხვით, რაც შეგვეძლო ის გავაკეთეთ. აი ნამიბიასთან ნამდვილად შემიძლია თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნიშნები ვანახეთ, რა შეგვიძლია, ხაზის მოთამაშეებს გულისხმობ გუნდური შეტევება, ეს დაბოლოება იყო, ასე ვთქვათ, არც თუ სახარბიელო და ნამდვილად კარგი ციფრებია საიმისოთ, რომ გაანალიზო და იფიქრო იმაზე, რა მიმართულებით უნდა იმუშაო თამაშის ხარისხის გასაუმჯობესებლად, იმიტომ რომ მოდი ვთქვათ, ეხლა თუ ვინმე მეტყვის, რომ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს შემდეგ სოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფინალში გასვლა, მე ამაში ნამდვილად ვერ დავეთანხმები. არა, ძალიან რთული იქნება. ეს იქნება, უმძიმესი. რეალისტური იქნება დავისახოთ იგივე ამოცანა, ოღონდ ერთი აუცილებელი პირობით, თამაშის ხარისხის სერიოზული გაუმჯობესებით. თუ ჩვენ ამას მივახცევთ, თუ გამოგვივა ეს ერთიც და მეორეც, მესამე იქვე ტრიალებს და ღმერთმაიც. ნახოთ, იგივე იაპონიის ნაკრები, აი გადაცემის მიწურულს არ მინდა წინვალე ნაკრები, მოდი ვთქვათ და წინვალე შედეგი. აღფრთოვანებულია როგორ შეიძლება რა შეფასება უნდა იყოს, ხო, აღფრთოვანებული ვარ. ეს შედეგი და ეს წარმატება მზადდებოდა, აქვე მინდა გითხრათ, რომ ძალიან ამაყივარო, რომ ჩემპიონატის დაწყებოდეს რამდენიმე ხნით ადრე, რომ არა ჩვენი სულელური შეცდომა მოგებული ქონა მათთვისაც ეს თამაში. თუმცა მანამდე სულ ცოტა ხნის წინ თბილისში ლოკომოტივზე ეს არის ძალიან დიდი სხვაობით მოვკეთ. ნუ არა მარტო ამ გუნდისადმი, ამ ერისადმი მინდა ჩემი უდიდესი პატივისცემა დავადასტურო, ეს საოცარი ერი არის ტრადიციებზე დაფუძნებული, უმაღლესი დისციპლინის მქონე ერი ზოგადად. იაპონიის ჩემპიონატი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფული ამ ჩემპიონატში ტრიალებს და ზუსტად ამიტომ არის, რომ ეს ჩემპიონატი სავსე არის ახალზელანდიელებით, ავსტრალიელებით, კუნძულელებით და უკვე ევროპელებით საკმაოდ მომრავლდნენ იქ და ხო ხედავთ როგორც შედეგი, თუ არ მეშლება 13 არა იაპონელი მოთამაშე ყავდათ, მაგრამ ეს არანაირად არ აკნინებს მათ წარმატებას, იმიტომ რომ სტილი, დისციპლინა, თავდადება კარგი გაგებით კამიკაძეობა, იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილება ბოლოს თუ გახსოვთ სამხრეთ აფრიკასთან არ გათამაშება ან არის ჯარიმის არ დარტყმა ან ჩვენ კომენტატორებს ხმა ჩაგვივარდა უბრალოდ. ეს იყო მშვენება ერთ-ერთი ამ სოფლიო ჩემპიონატი და რა ლელოთი დასრულდა ეს და ვის წინააღმდეგ ეხა მართლა ის ხო არ არის და ასე რომ ჩვენი კომპლიმენტები და უდიდესი პატივისცემა ამ გუნდის მიმართ ის უდავოდ მეორე დონის ლიდერი გახდა ამ სოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები თამაშით. სამი თამაში მოიგო, მაგრამ მაინც ვერ გავიდა ჯგუფიდან. ასეც არის, ხო, სამწუხაროდ, ასეთებიც ხდება, ესეც ხოთა შორის პირველად მოხდა მსოფლიო თასზე ისევე როგორც ხო, რომ ასეთი რამ, რომ სამი თამაში მოიგოს ჯგუფში და მაინც საბოლოოდ ვერ გახვიდა ჯგუფიდან, მაგრამ არაუშავს. იაპონია ძალიან მზრდადიერი არის. შორის წააგო არაჩვეულებრივ გუნდთან შოტლანდიასთან, ესეც უნდა აღვნიშნოთ, რომელმაც აგრეთვე საოცარი პროგრესი აჩვენა ვერკოტერის ხელში. იმიტომ თუ შეადარებთ ამ სოფლიო ჩემპიონატზე შოტლანდიის ნაკრებს, თუნდაც 3 წლის წინადრე შოტლანდიასთან უზარმაზარი განსხვავებაა. 2000 წლის შემდეგ, როგორც პრესა წერს, შოტლანდიური პრესა, 2000 წლის შემდეგ ეს არის ის შოტლანდიის ნაკრები, რომელიც ხელით თამაშობს და ლამაზად თამაშობს. ყველგან სულ პრაგმატიზმი იყო. მართალია ჩაუვარდათ ის 6 ერი, მაგრამ შოტლანდიამ ეს 6 ერი გამოიყენა იმისთვის, რათა ეთამაშა შემდეგ სოფლიოზე. სოფლიოზე კი ნაღამ ავსტრალიას მოუგეს. კი ბატონო, აი ეს ორი სიტყვით თუ შეიძლება მაინც რომ ბევრი რამით იყო ეს სოფლიო ჩემპიონატი განსაკუთრებული და უდავოდ ისტორიაში საუკეთესო იყო.
ერთ-ერთი რითაც დაამახსოვრდება სპეციალისტებსაც და გულშემატკივრებსაც ეს ჩემპიონატი იყო მეორე დონის ქვეყნების თამაში უდაოდ. იაპონიის ლიდერობით, ცხადია, თამადობით, ჩვენს მიერ ნათამაშები თამაში, რუმინეთის საოცარი თამაში კანადის წინააღმდეგ, კანადის არაჩვეულებრივი გუნდი მინდა გითხრათ თავის შესანიშნავი უკანახაზელებით, ნამიბიაც რომელმაც ძალიან ღირსეულად ითამაშა და ურუგვაიც კი რომელმაც ამდენი ესეთი დიდი ანგარიშებით წააგო დაიმსახურა საოცარი პატივისცემა. განსხვავება მცირდება. რაგბის თამაში ყველა მისწავლა და ეს საბოლოო ჯამში იმდენად უფრო საინტერესოს ხდის მსოფლიო რაგბს და ეს უნდა ესმოდეს ამ მსოფლიო რაგბის მამებს, რომ არა მარტო დიდი გუნდების კარგი თამაში იზიდავს მილიონობით ადამიანს ტელეეკრანებთან და მილიონობით ბავშვს სექციებში. აი ესეთი მოვლენები არანაკლებად დიდ გავლენას ახდენს რაგბის პოპულარობაზე მსოფლიოში. ამიტომ ხელშეწყობა მათი მხრიდან ეგრეთ წოდებულ, იმიტომ რომ უკვე ძალიან მაღიზიანებს ეს ტერმინიც პირველი დონე, მეორე დონე, უნდა სერიოზულად გაიზარდოს. ბევრ ამას უნდა გადახედონ, დადგა ცვლილებების დრო. ეს არის საერთო აზრი, ეს არის სარაგბოს საზოგადოების აზრი და რაგბის მამებმაც ალბათ ნელ-ნელა უნდა ისწავლონ აი ამ აზრის გაზიარება და ქცევა შესაბამის გადაწყვეტილებებად. უფრო თამამად მიიღონ ეს გადაწყვეტილებები და ნამდვილად არის ზარალებენ მათ პირიქით. უფრო ესეც საინტერესო მსოფლიო არ ყოფილა. ერთი მაპატიეთ ერთის დამოვიწყდა. თუ კი არის საუბარიც და აი ჩვენი თამაშებიდან მოდის ძირითადი შემოსავალი. ჩვენა ვართ ამის. კი ბატონო, წლების განმავლობაში ესე იყო, მაგრამ აბა ნახეთ. ნებისმიერ თამაშზე მეორე დონის ქვეყნის სტადიონები იყო სავსე და აქაც რეკორდული ციფრია 97% იყო დასწრება მსოფლიო ჩემპიონატში. ასე რომ ჩვენი წვლილი შევიტანეთ ამ. რა თქმა უნდა. ყველამ ერთად. რა თქმა უნდა და თან იმასაც ხიბლი აქვს. არა აქვს უკვე აღარანაირი ხიბლი იმას, როდესაც ყოველთვის წინასწარ იცი რომ ინგლისი ურუგვაის მოუგებს ძალიან დიდი სხვაობით. ხო, ამდენით იყო რომ ასეთ სტატისტიკაც იყო 95 წელს თუ უგებდეს 60 ქულიანი სხვაობით, შემდეგ ეს დავიდა 45 ქულამდე, დავიდა 35 ქულამდე და ბოლოსკენ იყო ჩამოსული უკვე 25 ქულამდე. აი ესეც დაახლოებით სხვაობები როგორც ასეთი და ეს მცირდება. რა თქმა უნდა, World Rugby-მაც დაიწყო. ვინაიდან თვითონაც მიხვდნენ რაღაც პერიოდის განმავლობაში ძვირფასო გულშემატკივრება, რომ ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ხევი ან ხრამი იყო პირველი დონის 95 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ძალიან დიდი სხვაობა იყო. აი ეს პირველად განვითარებად ქვეყნებსა და მეორედ განვითარების ქვეყნებს შორის კი წამოვიდა ეს დახმარებები, მაგრამ ალბათ თვითონაც ხო ხედავენ, რომ ეს მოგება უფრო მოვიდა და უფრო საინტერესო და გლობალური გახდა აი მოგების. ალბათ мотиваციაც უნდა მოემატნონ და რაღაც დონეზე უნდა მივიდნენ. აუცილებლად, ფრთხილად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ძალიან გაბრაზებულები არიან საკუთარი, ასე ვთქვათ, წარუმატებელი თამაშების გამო. პოტენციალი მათ განუზომლად უფრო დიდი აქვს იმისთვის, რომ გამოსწორდნენ და წინ წაიწიო ვიდრე ჩვენ, ასე რომ ერთი წამი მოდუნება არ შეიძლება, უნდა ძალიან ბევრი ვიშრომოთ. ძალიან ბევრი. 100-ჯერ მეტი ვიდრე აქამდე. ძალიან საინტერესო იქნება განსაკუთრებით ეს 4 წელი, მომდევნო 4 წელი. ბატონო გია, თქვენ ახსენეთ ლამაზი თამაში და აი მე ერთ შედარებას მოვიდან, აი როგორც ითამაშა კანადამ ლამაზად, მაგრამ 4-ვე თამაში წააგო საბოლოოდ. მე მირჩევნია საქართველოს ნაკრებმა ესე ბოლომდე იბრძოლოს, მოიგოს, გავიდეს, დადოს თავის პრაგმატულობა კანადას. პრაგმატულობა. ამიტომ წააგო რუმინეთთანაც აი ეს შეხვედრა, რომელიც ფაქტობრივად მოგებული ქონდა და ყველასთან თითქმის ძალიან სიმპათიური გუნდია, მე ძალიან მესიმპათურება. მეც ძალიან ერთ-ერთი დახვეწილი, შერწყმული არის ერთმანეთში ყველაფერი, ხაზი, სამმართველო შტაბი, შერკინება, ყველაფერს სინქრონში აკეთებენ. მაგრამ საბოლოოდ, გადამწყვეტ მომენტში აი ამ რუმინეთის, ასე ვთქვათ, ჩაკეტილმა დაცვამ, დაცვით ერთადერთი სწორი თამაში ითამაშა რუმინეთმა. რაც იციან ის ითამაშეს და მე ღრმად ვარ დარწმუნებული ბატონო გია, რომ იმ შემადგენლობით რითაც იტალია ეთამაშა რუმინეთს ბოლო თამაში, როდესაც ჩვენ მოუგებდით აუცილებლად. შემიძლია ხელი ჩამოგართვათ, იმიტომ რომ 100%-ში ვარ ამაში დარწმუნებული. არა მხოლოდ საქართველოს ლოკომოტივზე. აი, მსოფლიოზე. ამ ფორმაციის საქართველოს ნაკრები, ამ ფორმაციის იტალიის ნაკრებს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე იყო, აუცილებლად მოუგებთ. კი. ერთი წამით არ მეპარება ამაში ეჭვი. კი. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს შემდგომ 4 წელიწადში ყოველდღე გამეორდა. თუმცა, თუ არ გვეთამაშნენ და გააგრძელეს ეს ჩვენგან
გაქცევა, ну, ოდესღაც უნდა ვითამაშოთ ბოლოს. იმედია. ძალიან დიდი მადლობა ბატონო თქვენ. გადაცემაში სტუმრობისთვის, სასიამოვნო საუბრისთვის და გისურვებთ წარმატებას და მართლაც გასაკეთებელი, მართლაც ძალიან ბევრი რამ დაგვრჩა ქართული რაგბისთვის. წარმატება ჩვენ ყველას ერთად, წარმატება ჩვენს ქვეყანას და კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა გულშემატკივრებს. მათ ვინც ინგლისში გვიჭერდა მხარს, საოცრება იყო, ენით აუწერელი სიხარული იყო ჩვენთვის, აი ესეთი გულშემატკივრობა, რა ჩვენ ვნახეთ და ის საოცარი გულშემატკივრობა, რაც იყო საქართველოში, იმიტომ რომ ეს ისე მოდის, ეს ენერგია და ისე იგრძნობა და იმდენ ძალას გმატებს, რომ ნუ თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ, ასე რომ გულშემატკივრებმა მინდა ვთქვა ძალიან სერიოზული როლი ითამაშეს ჩვენ წარმატებაში და დიდი მადლობა მათ. ბიჭებს, ჩვენ ყოველთვის უხდიდით მადლობას, ამასთან ერთად ბატონო გია, თქვენ კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა თქვენს შტაბს, აბსოლუტურად რაგბის კავშირის თითოეულ წევრს. ყველას ძალიან დიდი მადლობა იმ გაწეული სამსახურისთვის. საქართველოს ნაკრები ეს არ არის მხოლოდ გამოძახებულ მოთამაშეთა და მწვრთნელთასია. ეს არის შემადგენლობა, მათ შორის თქვენც ხართ ძვირფასო გულშემატკივრობა, რომლებიც თქვენ ჟურნალისტები ყველანი ქართველები ეს არის თავრობა რომელიც გვეხმარება, სპონსორები რომლებიც გვეხმარებიან. მაგრამ გამოყოთ რაგბის კავშირი და მისი თითოეული წევრი, რომელმაც მაქსიმალურად იბრძოლა, რათა ეს შედეგი მოსულიყო თქვენთვის ასეთ ლამაზ ფორმებში და ესეთი გუნდი გყავდეს ჩვენ. დიდი მადლობა და დიდი მადლობა თქვენ. გაიხარეთ.